საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს 19 საათზე დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე. ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა პროკურატურაში დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხი მიიტანა. შესაძლოა ეს არ იყო თვითმკვლელობა, არამედ იყო მკვლელობა, ამბობს დაკავებულის უფლებების დამცველი. გუშინ 19 საათიან გამოშვებაში ჩვენ დაღუპული დემურ სტურუას ოჯახის წევრებს მოусმინეთ. დღეს გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ადვოკატისა და ბრალდებულ გოდერძი თევზაძის მეუღლის პოზიცია. მეორე მხრივ თეთრი ხმაურის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. თვეზე მეტი დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას არ აკეთებდა, ვიდრე მედიაში არ გამოჩნდა სტატიები და სიუჟეტები იმასთან დაკავშირებით, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა, რომ მის ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა და რომ ის გამოძიებას ემალება. მანამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლებიც გარდაცვლილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კრიმინალურ წარსულზე საუბრით დაზარალებულთა დისკრიმინაციისკენ იყო მიმართული. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ ამზადებდნენ მტკიცებულებებს, რომლითაც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობას დამტკიცდებოდა და რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს ფინანსური ინტერესის გამო შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება, წერია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში. დემურ სტურუას საქმეს ჩვენ მეორე ნაწილში დავუბრუნდებით და ასევე ამ მოძრაობის წარმომადგენელიც უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ახლა კი არჩევნები რჩება 23 დღე. არჩევნები იქნება კონკურენტული ყველა დონეზე და ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური. ეს არის IRI-ის პროგნოზი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის პერიოდი 1-25 აგვისტო იყო. ვინ არიან ერთმანეთის მთავარი კონკურენტები 8 ოქტომბრის არჩევნებზე? ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის საუკეთესო შედეგი პარლამენტში 10 დეპუტატით შესვლა იქნება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს პარტია საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ ვერ შევიდეს. ივანიშვილის აზრით ნაციონალური მოძრაობა ძალადობასა და რევოლუციაზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. მისი აზრით მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები, მეტი რესურსი ნაციონალურ მოძრაობას არ გააჩნია, უთხრა დღეს მოსახლეობას ყოფილმა პრემიერმა. ასევე კიდევ ერთი საკითხი, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე კვლავ განხილვის თემა გახდა ფარული ჩანაწერები. ვის ინტერესში შედიოდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელისა და ოპოზიციონერი ლიდერის სატელეფონო საუბრის გასაჯაროება და მოსალოდნელია თუ არა მსგავსი მეთოდების გამოყენება 8 ოქტომბრამდე კიდევ. დღის მთავარ თემებს ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძობ დებატების რეჟიმში. პეტრე ცისკარიშვილი, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის მესამე ოლქში, ზაზა ხუციშვილი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის ასევე მესამე ოლქში. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ თქვენს ოლქზეც, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა ზოგად პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხოთ და თქვენ მინდა ბატონ პეტრე გთხოვოთ კომენტარი იმაზე, რაც დღეს თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ნაციონალური მოძრაობა შესაძლოა საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში. საღამო მშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ეს ადამიანი დადის რეგიონებში, ჭორაობს საკუთარ გუნდზე, ავრცელებს რაღაც გაუგებარ ინფორმაციებს, წინასწარ პროგნოზებს, რომ ვიღაცა შევა, ვიღაც ვერ შევა. როგორც ირკვევა, მისი პროექტია ეს გირჩის და ბურჭულაძის გაერთიანება, რომელზეც ის უკვე როგორც ჩანს, კაიხანია მუშაობდა და საპირისპიროდ უკვე მისი გუნდის ყოფილი წევრები გვაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას იმის პარალელურად, როგორც ეს ადამიანი ჭორაობს მათზე და ირკვევა, რომ წლების განმავლობაში თავის ფინანსური ბერკეტების ამუშავებით მუშაობდა, რომ ეს ხალხი ერთად დაესვა, ერთ ნავში ჩაესვა, იმიტომ რომ გაეკონტროლებინა. ალასანიას გუნდზე წინა გამოსვლაში იჭორავა. აღარ მახსოვს რომელ რეგიონში იყო, მგონი ქუთაისში. ისაუბრა, რომ ალასანია ჭკუაზე მოიყვანეს იმ ადამიანებმა, რომელიც მის უშუალო გუნდს წარმოადგენენ. ახლო წრეს ბატონი ირაკლი ალასანიასი ჭკუაზე მოიყვანეს და მეტი შეცდომა აღარ დააშვებინეს. ხა საზოგადოებამ შეიძლება სხვადასხვა რამე იფიქროს, მაგრამ მეტი შეცდომა იყო, რომ რეალურად ოპოზიცია გამხდარიყო. ანუ ესეც არ არის ოპოზიცია. ეხა ინაშვილზე, ბურჯანაძეზე და ამ სხვა პარტიებს საერთოდ აღარ ვსაუბრობ. ანუ ერთადერთი რეალური კონკურენტი და რეალურად ოპოზიციური ძალა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თუ რაიმე სხვა ტიპის ზეგავლენას არ ექვემდებარება, არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ახლა ადვილი მისახვედრიც არის გვერდიდან დამკვირვებლისთვისაც, იმიტომ რომ თავის ბრიფინგის განმავლობაში რამოდენიმე ათეულჯერ ახსენებს ჩვენ პარტიას. თავის
ყოფილ თანაგუნდელებზე ჭორაობის პარალელურად, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩვენი გუნდი აღიზიანებს, ყველაზე მეტად ჩვენი ეშინია და ეხლა თავის ამის ინტერპრეტაცია შეიძლება მხოლოდ ერთგვარად, რომ საკუთარი მომხრეების და გუნდის წევრების, აი ვინც ჯერ კიდევ აი ამ ოცნების გარშემოა დარაზმული, მათ გასამხნევებლად, რომ ნუ გეშინიათ, ისეთი საფრთხე არ არის, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობისგან, მე გულისხმობ არჩევნების შედეგებს და არანაირ რაიმე სხვა ტიპის პროვოკაციებს, გადატრიალებებს, რევოლუციებს, რომელსაც ასევე გვაბრალებენ. ამაზე გითხავთ მოგვიანებით. შიში ოხერი რამეა. ასე რომ მათ ამხნევებს, გულს უკეთებს, რომ ნუ გეშინიათ, შეიძლება პარლამენტშიც კი ვერ მოხვდნენ, თუმცა სინამდვილე და სიმართლე ახლა მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით მაინც იცის, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ეს ადამიანი სოციოლოგიურ კი კვლევებში. ბატონო, აი რევოლუციურ სცენარზე, პროვოკაციებზე, მე მოსალოდნელ პროვოკაციებზე ასეთი აზრია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით გითხავთ. ბატონ ზაზა, აი თქვენს პარტიას, რომელსაც დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია, ხვდებით მოსახლეობას, ის რაც თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომ აი 10 კაცი საუკეთესო შედეგია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობისთვის და შესაძლოა საერთოდაც ვერ მოხვდნენ. აი როდესაც მოსახლეობას ხვდებით, ამ განწყობებს აწყდებით თქვენს, ანუ ეს აზრი შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუნდაც თქვენი ოლქის მასშტაბით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მინდა ქართულ საზოგადოებას მიულოცო, რომ დღეს ქვეყანაში არის აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო და მინდა მიულოცო ის, რომ გადასული ვართ საქმეზე საუბრით და სტუდიაში ყოველთვის არის რასაც მე ვუყურებ ტელევიზიით, არის დისკუსია, არის დებატები, რომელიც სტუდიის გარეთ შემდეგ არ გადის ნამდვილად, იგივე შემიძლია მე და ბატონი პეტრეს ურთიერთობაზეც გითხრათ, ძალიან მშვიდი და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ გვაქვს განსხვავებული აზრები, ასევე პოლიტიკური პლატფორმა. რაც შეეხება შეხვედრებს, მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი არის ჩვენი მხარდამჭერი, მინდა გითხრათ, რომ საყედურობენ პიარის ნაკლებობას, რადგან გაკეთებული საქმე უფრო მეტია, ვიდრე ეს რეკლამირებული. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ თვითონ მაჩვენებენ ამ 2 წლის განმავლობაში მათ სასიკეთოდ გაკეთებულ საქმეებს, ეს არის უამრავი გამოცვლილი სახურავი, ეს არის გამაგრებული საძირკველი, ეს არის მოწყობილი ბაღები, ეს არის დაგებული გზა, ეს არის გაწეული დახმარება, როგორც ერთჯერადი, ასევე მედიკამენტური, ეს არის დაფინანსებული 2000 ოპერაცია მარტო ვაკის რაიონს გულისხმობ, ეს არის 1900 ადამიანზე სრული მედიკამენტური კომპლექსი გაცემული, რაც მათ ჯანმრთელობას სჭირდება. მოკლედ, ბევრი სამუშაო არის გაწეული. მე ბოლომდე ვერ დავეთანხმებოდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ადრეც აღნიშნე და დღესაც ვიტყვი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს თავისი ერთგული ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა, უпростоრად იმის მიხედვით, რამდენად მაღალი იქნება აქტიურობა არჩევნებზე, ამის მიხედვით შეიცვლება პროცენტი, მე ვფიქრობ, მათი. გულისხმობ იმას, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მივა, შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ნაკლებად აქტიურობის პირობებში მათი პროცენტი მაღალი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში. აი, როდესაც თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს შანსი არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში ან სერიოზული შედეგი დადოს და პარალელურად მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ მოსალოდნელია რაღაც პროვოკაციები და ეს ძალიან მაღალი დონიდან ითქვა. პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირით ითქვა ეს ყველაფერი და თქვენი აზრით, თქვენს გაქვთ ესეთი მოლოდინი უпростоრად, აი ეს მინდა გკითხოთ, ანუ თქვენს იზიარებთ ამ შეხედულებებს, შეიძლება რაღაც არ წავიდეს, ვთქვათ, არჩევნების გზით და რაღაც პროვოკაციები იყოს მოსალოდნელი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ლოზუნგი, რომელიც საარჩევნო პლაკატზეც გვიწერია, არის თავისუფლება და ეს თავისუფლება ჩვენ გვაქვს ჩვენ გუნდში. ამიტომ ამ წუთში ზუსტად მოგეხსენებათ, რომ ვადასტურებ იმას, რომ განსხვავებული აზრი ჩვენ გუნდში შეიძლება კონდეს მოვლენებზე. ეს ჩავთვალოთ ამ ეტაპზე პრევენციად, ამის მიზეზები იყო რამდენიმე, როგორც ბატონმა ნიკა გვარამიამ, ასევე იმ ქალბატონმა, რომელსაც ესაუბრებოდა ბატონი სააკაშვილი ტელეფონით, არ უარყო იმ ჩანაწერების ავთენტურობა, რომელიც მოვისმინეთ, სადაც იყო ლაპარაკი ბარიკადებზე, გარკვეულ სისხლის ზღვაზე და მეორე საუბარში იყო, რომ შემოდგომაზე მაგ ისეთი ამბები ატყდება, რაღაც დაახლოებით მსგავსი საუბარი იყო. ამიტომ რაღაც გარკვეული ინფორმაცია არის, შეიძლება დამატებითი გამოძიება სამძებრო საქმიანობა ამას უფრო მეტ ნათელს მოფენს, ღმერთმა დაგვიფაროს, მე მგონი ყველას უნდა სიმშვიდე, თუ ვინმეს ასეთი სცენარი წარმოუდგენია, ეს არის ძალიან
დიდი ნაბიჯი უკან და ამიტომ გავსი რამის დაშვება წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზომას მიიღებენ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს სამაგალითო. აი პრევენცია ახსენა ბატონმა ზაზამ, თქვენი აზრით რას ემსახურება ეს განცხადებები, ხომ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, შემთხვევითი განცხადებები, მაღალი დონიდან ითქვა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები და ყოველ შეხვედრაზე ყოფილი პრემიერიც იმეორებს, რომ ერთადერთი გზა ეს არის რევოლუციური გზა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ამის რესურსი არ აქვს. ნუ ეს თავისთავად პოლიტიკურად აბსურდული განცხადებაა, პრევენციის მიზნით შენ ოპონენტს თუნდაც ან ნებისმიერ სხვას დააბრალო, ხალხი დაზაფრო, პროვოკაცია, რაღაც გადატრიალებები დაანონსო, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ამას შეიძლება რამოდენიმე ახსნა კონდეს, ან გაყალბებისთვის ემზადები და გინდა რომ რაღაცნაირად ეს გაუცურო საზოგადოებას, ეს გაყალბება შეაპარო ისე რომ ვერავინ ვერ გაიგოს და თუ ამ გაყალბების წინააღმდეგ ხალხმა ხმა აიმაღლა, მაშინ თქვა რომ აი ჩვენ ხო გეუნებოდით რომ პროვოკაციას აპირებენ. სინამდვილეში თუ მოხდება იმ ტიპის გაყალბებები, როგორც თქვა შევარდნაძის დროს იყო, რა თქმა უნდა ხალხი თავის სიტყვას იტყვის და ამას არავინ არ აპატიებს. გაყალბება ხომ არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს. ამის წინაპირობებს ხედავთ, რომ ხელისუფლება ემზადებოდეს იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს. ამის წინაპირობები გახლავთ ის, რომ სუსი არის, ნუ ეხა ბატონი ზაზა საუბრობს, იმიტომ რომ მათი მესეჯ ბოქსია, რომ თავისუფლებაა, მაგრამ ნუ ჩვენ ვნახეთ კორცხელი, ვნახეთ რეგიონებში ჩვენი ოფისები როგორ ესვრიან, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან პლაკატებს და ოფისებს და შუშებს ამტვრევენ. ჩვენ ნახეთ როგორ უსმენენ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებელი ტელევიზიის დირექტორს, პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ. თავისუფლებაზე ლაპარაკი მართლა ზედმეტია, მაგრამ ამის პარალელურად ისინი რა თქმა უნდა ემზადებიან, მაქსიმალურად ეცდებიან, მაგრამ ამის უფლებას ჩვენ უბრალოდ მათ არ მივცემთ, იმიტომ რომ თითოეულ უბანზე გვეყოლება დამკვირვებლები, თითოეულ უბანზე იდგება კამერები, უფრო მეტსაც გეტყვით, აი თავისუფლებაზე როდესაც საუბრობენ, ისინი პარალელურად ხალხს რეგიონებში, განსაკუთრებით თბილისში, მაინც უფრო ნაკლებად შინდებიან, როგორც ჩანს. ეუბნებიან, რომ აი იქ რო შეხვალთ ფარდის უკან, სადაც უნდა შემოხაზოთ, ხო, ბიულეტენზე ნომერი. იქ იდგება პატარა სათვალთვალო კამერა. ასე რომ ყველას გაგაკონტროლებთ. ამასაც კი ეუბნებიან, მაგალითად ერთ-ერთ რეგიონში არ მინდა დავასახელო, იმიტომ რომ მე შეიძლება ეს გახდეს დისკუსიის საგანი და იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოსთხოვონ პასუხი და ამაზე ესე ვთქვათ სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ, გამოუცხადეს, რომ Facebook-ები გააუქმეთო. 8 ოქტომბრამდე Facebook-ით აღარ ისარგებლოთ, ანუ ჩვენ აქ თავისუფლებაზე კი არა, ჩრდილოეთ კორეაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს უკრძალავენ, ეხა ინტერნეტს ვერ აგრძალავენ, გასაგებია ქვეყანაში და Facebook-ს მთლიანად, მაგრამ იმ კონკრეტულ უბანზე აი ამ საჯარო ჩინოვნიკებს ეუნებიან არ ისარგებლოთ. ანუ იქ რაღაც ისეთი ინფორმაციები იდება, რომელიც არ სიამოვნებთ, განსაკუთრებით რეგიონის მასშტაბით, ან იმ საარჩევნო ოლქში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნუ გასარგებლობთ, გააუქმეთ აკაუნტები 8 ოქტომბრის მერე ჩართეთ. აი ესეთ თავისუფლებაზე გვაქვს საუბარი, ამიტომ ჩვენ ეს რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად, ანუ 8 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ საარჩევნო ყუთებთან და უნდა გადავიდეთ განვითარებაზე, პროგრესზე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, იგივე ჩვენ ოლქზე მერე კი გადავალთ, მაგრამ დღეს ვიყავი ყველა ადგილას არც ერთი სკვერი, მოედანი, სტადიონი, აი მაგალითად ეგრეთ წოდებული ბენდუქიძის აუზის წინ კიბეები რო ჩადიოდა ჭავჭავაძიდან, იმ კიბეებზეც კი კორპუსი ჩაარჭეს, დადგეს, ისევე როგორც დღეს ვიყავი ჯიქიას ქუჩაზე, თქვენი ტელევიზიიდანაც იყვნენ ჟურნალისტები, იქ იყო შესანიშნავი მოედანი, სულ რამდენიმე თვის წინ ბავშვები ვარჯიშობდნენ, ერთობოდნენ, სპორტული სკოლა გვერდზია, ჩვეულებრივი სკოლაც იქვია, ეხლა შენდება არა ერთი, არამედ 4 თუ 5 კორპუსი. ამ სტადიონის მაგივრად. თქვენ ანუ ეს უნდა ბატონი გასაგებია. კორუფციული სქემები ქალაქშიც, მთელ ქვეყანაში საქმე წინ უნდა წავიდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას. ჩვენ ბოლო 4 წელი პრაქტიკულად დაუკარგეთ ეკონომიკურ გადავალთ ამ საკითხებზე ბატონ ზაზა, ანუ გამოდის რომ სხვადასხვა რეალობას ხედავთ ერთსა და იმავე ოლქში, ერთი მხრივ ზოგადად ქვეყანაში თავისუფლებასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით. თქვენ თქვით რომ უფრო პიარის პრობლემა არის, ვიდრე გაკეთებული საქმეების. ბატონი პეტრე საერთოდ სხვა განსხვავებით. ეს საარჩევნო გარემო განვიხილოთ და შემდეგ გადავიდეთ ადგილას გავაპიაროთ და ვანახოთ ხალხს. სტადიონი იგივე როგორც
ვახტრიონის ბოლოს კორტები და იგივე ის ტერიტორია, რომელზეც მოიჭრა ის 60 ხე, ეს არის გაყიდული ნაციონალური მოძრაობის დროს, ირაკლი აბისაძის ხელის მოწერებია და ეს საბუთი თამთასანიკიძემ პირდაპირ ეთერში დაუდო ბატონ ირაკლის და აჩვენა. ეხლა ჩვენ მოგვიწერეთ ამაზე წინაზეც იყო. კი ბატონო, გაყიდულია, პრივატიზირებული იყო ჩვენ დროს, მაგრამ ის იყო სარეკრეაციო ზონა. იქ მშენებლობა არ შეიძლება. აბა რისთვის იყიდა ინვესტორმა? რისთვის იყიდა და შენობა იდგა, რისთვის იყიდა რომ სტადიონი ბატონო პეტრე, არ იყო ჩადებული ის რომ არა ბატონო პეტრე. სპორტული სკოლის სტადიონი იყო, კერძო სპორტული სკოლა, ის უნდა სტადიონად დარჩენილიყო, მოვიდნენ თქვენები და მიცეს პირდაპირ ინვესტორმა იმითო იყიდა რომ სტადიონი დაეტოვებინა. რა თქმა უნდა სპორტული სკოლიდან ექნება. საჩვენა ბატონ იმას ირაკლის. კორპუსის პროექტი სიტყვიერის შეთანხმება აქვს ახლა დღევანდელ მერიას. და რაც შეეხება პავლოვის მაგალითს, ბატონიზაზე მეორეჯერ იქ პავლოვზე იყო რაღაც ძველი საბჭოთა დროინდელი თუ არ ვცდები სისხლის გადასხმის თუ ინფექციურ რაღაც საავადმყოფო, მისი პრივატიზირება მოხდა, ისაა შენობა იდგა იმ შენობის ადგილას. კი ბატონო, აშენებულიყო შენობა, მაგრამ ამათ მოინდომეს და მთლიანად გარშემო რაც კი სკვერია, ხეებია, გასაგებია, მოდით ბატონ ზაზას მივცეთ თავისი არგუმენტების თქმის საშუალება. შეიქმნება საცობები, აღარ იქნება წყალგამტარუნარიანობა, საერთოდ კატასტროფას ქმნიან იქ უბანში, ხო? კი ბატონო, მოდით მივცეთ და აბრალებენ რატომ მოხდა ოდესღაც პრივატიზაცია მოხდა იმის მერე რა ხდება, რომ ვინ გასცა გაყიდვის უკან დაბრუნება, ის არის კეთილსინდისიერი მყიდველი და სრულად უნდა აუნაზღაურდეს, ან უნდა მოხდეს მონაცვლეობა. ბატონი ნარმანია შეხვდა მათ და ამაზე მიდის მოლაპარაკება, რომ ბავშვებს შეუნაჩუნდეს სტადიონი და ადგილმონაცვლეობა მოხდეს. ეს რა ხდება? ეხლა ვისაუბროთ სტადიონის მაგალითად მეც ვისაუბრებ ბატონო. კი ბატონო, გისმენთ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, დაწყებული მაესტროს თებშებიდან 27,000 პირადი ცხოველების ამსახველი ფაილი შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ და ბატონმა ნიკა გვარამიან ბოდიში მოიხადა იმისათვის საზოგადოების წინაშე რომ ამის მონაწილე პირადი ფაილი შეიქმნა ნახა მოსახლეობამ ნახა აი ამ ხოცური მესეჯ ბოქსის ჯერა 26,000 გაუპატიურებული სანო 27,000 ფაილი აი ამ ზღაპრების ჯერა ნუ შემაწყვეტინებთ ბატონო პეტრე მე არ გაწყვეტინებდი გარდა ამისა შექმნილი იყო დამსჯელი ორგანო რომელიც აყადაღებდა ყველა იმ ადამიანს ვინც კი გარკვეულ თანხას გაიღებდა ქართული ოცნების მიმართ და ბატონი ბეჟაშვილი რომელიც აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წევრი და იყო მოძრაობის ნაციონალური მოძრაობის წევრი სახალხო დამცველი იყო და აღმოჩნდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და აღმოჩნდა ანუ ყველა ის ვინც უნდა ყოფილიყო ნეიტრალური ადამიანი აღმოჩნდა ნაციონალების სიაში მათ შორის კიდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აყადაღებდა ყველას მე შეგახსენებთ რომ ტაქსის მძღოლების შეწირული და ქარხნის ყარაულების შეწირული 20,000-ები ვერ შენიშნა მან და ასე ვთქვათ აყადაღებდნენ 5 და 3,000-ზე სხვადასხვა ბიზნესმენებს. ხო 80 მილიონი გადაახტევინეს სუვანიშვილს მეორე დღეს რო უკან დაიბრუნა დღეს ჯარიმის სახით ეგეც ახსენეთ მაშინ. მე შეგახსენებთ იმას რომ ეროვნული ბანკიდან გამოსული მანქანა გაიტაცეს. ეროვნული ბანკიდან. თქვენ შედარებას აკეთებთ რა იყო? შედარებას ვაკეთებთ რა იყო რა თქმა უნდა. ყველა სიტუაციის ვერავინ ვერ ბედავს შემოწირულობას კი არა ტელეფონზე ლაპარაკს ვერ ბედავს ხალხი რა შემოწირულობაზე გვესაუბრებთ რა შეეხება ვისი პროექტია იმ საუბრიდან ჩანს ვისი პროექტია გარდა ამისა სპორტულ შეჯიბრებებში არსებობს მსაჯი დავებისთვის არსებობს სასამართლო და აი ამ სიტუაციისთვის არსებობს საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფი ვინც დადებს იმას როგორი საარჩევნო გარემო აუცილებლად დადებენ მინდა გითხრათ რომ ყველა მიმართულებით ეს არის ქონების დაცვა ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა სასამართლოს თავისუფლება მასმედიის თავისუფლება 10-12 პუნქტით წინ არის წასული საქართველოს. ეს არის საერთაშორისო კვლევები და შემიძლია მოგაწოდოთ შედეგი. ბატონ პეტრე, თქვენის არგუმენტი რა არის? საწინააღმდეგო არგუმენტები. აქ იყო შედარება 4 წლის წინ. რა ხდებოდა არჩევნებამდე და დღეს რა ხდება? 4 წლის წინ რა ხდებოდა არჩევნებამდე დღეს რა ხდება? 4 წლის წინ იყო გახსნილი სივრცე მედია თვალსაზრისით. დღეს თავარ ერთადერთ, პრაქტიკულად რომელიც ნაციონალურად მაუწყებლობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ემუქრებიან რომ ან არჩევნებამდე დაგხურავთ, დაგკეტავთ, ან არჩევნების მერე როგორც მინიმუმ სასამართლოთი ქიბარხალვაშებით და სხვადასხვა აი ამ მექანიზმებით ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მე მოგახსენეთ სუსი როგორ უთვალთვალებს, როგორ უსმენს ყველას, როგორ დადიან ჩემ შეხვედრებზე რაღაცას იღებენ ხან ვიდეოთი, ხან სხვა ვის უღებენ, რატო უღებენ, კაცმა არ იცის. მე შიგადაშიგ თუ გამოხშირავენ ვინმე ისიც ვინც ადამიანი შეიძლება რაღაცა მეტნაკლებად მოწყვლადი იყოს ან მისი ახლობელი მუშაობდეს რომელიმე უწყებაში იმას მიადგნენ სახში და უთხრან დაემუქრონ მოხსნით ჩვენ გვახსოვს ბოლო პერიოდში
საბავშვო ბაღის გამგეები როგორ დაითხოვეს ბოლო აი გახსოვთ ხო გასული წლის განმავლობაში ერთიანად ჩამოუარეს მთელი წმენდა მოახდინეს ვინც მათი ერთგული არ იყო პოლიტიკური თვალსაზრისით ოცნების საბავშვო ბაღის გამგეებსაც კი არინდობენ ახლა სკოლის მასწავლებლებს ზედმეტია საუბარი აბა ერთი რომელიმე სკოლის მასწავლებელმა გაბედოს და წარმოაჩინოს ან მისმა ოჯახის წევრმა ნაციონალურ მოძრაობას უჭერს ხარს ჩვენი აურჩეველი შეცვლილა თუ გაუარესდა მდგომარეობა აბსოლუტურად გაუარესებული არაფრის შეცვლაც რო იყოს არაფრის შეცვლა უკვე გაუარესებას ნიშნავს იმიტომ რომ 4 წელი გავიდა და ჩვენ როგორც ეკონომიკურად ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაციის კუთხითაც წინ უნდა წავსულიყავით ხო თუ ერთ ადგილზე ვტკეპნით ანუ 4 წელი დავკარგეთ ეს გაუარესება არის ხო არა ნომინალში, არამედ რეალისტური აღქმით. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უკან წავიდა, ისევე როგორც ეკონომიკა წავიდა უკან. ჩვენ აი მაგალითისთვის ხშირად მომყავს ხოლმე პარლამენტშიც დებატების დროსაც, ჩვენ სადაც უნდა ვყოფილიყავით ჩვენი ეკონომიკა ზომით, ხო? 8 მილიარდი დოლარით უკან ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ზრდა იყო 2%-იანი, ისიც რაღაც манипуляციების შედეგად, ნაცვლად იმისა რომ ყოფილიყო 8%-იანი და იმის შედეგად ასევე რომ ლარი გაუფასურდა სხვა მყარვალიუტებთან მიმართებაში. დოლარი და ევრო მაქვს ხედულობაში. ანუ 8 მილიარდი დოლარი დააკარგვინა ამ ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, ანუ თითოეულ ოჯახს საშუალოდ გამოდის ეს 2000 დოლარი, რომელიც დააკარგვინა თითოეულ მოქალაქეს ოჯახზე რო გადავამრავლოთ გააჩნია რამდენ სულიანი არ რამდენ ადამიანი ცხოვრობს ოჯახში 10,000 დოლარით უკან ვარ. ორი პუნქტი მე მინდა რომ გავანაწილო უბრალოდ თანაბრად თქვენ გამოყავით ორი პუნქტი დემოკრატია ეკონომიკა რომელშიც ორივეში თქვენი აზრით საქართველოს აქვს გაუარესებული დემოკრატიაშიც უკან წავედით ეკონომიკაშიც უკან წავედით სამწუხაროდ ესენი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია ანუ ჩვენ რო ვიძახით რომ ყავს უნიათო და უუნარო ხელისუფლება კი ბატონო მართალია მაგრამ ასევე ძალიან მავნებელი და ბოროტი ხელისუფლება იმავდროულად რომელიც მოვიდა იმ დადგმული კადრებით პატარა საწყალი ბავშვის 10 თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და იმ დღიდან აი ამ ბოღმის ზიზღის ნთხევის და საკუთარი პრემიების გამოწერის მეტი 4 წელი არაფერი არ უკეთებია. აი ამ ორ პუნქტზე მინდა მოვისმინო თქვენი არგუმენტები. თავისი ეს მავნებლური საქმიანობა. ეთყვით მაყურებელს. დემოკრატია, ეკონომიკა გამოყო თქვენმა ოპონენტმა, სადაც ორივეგან მისი აზრით არის გაუარესებული მდგომარეობა. ნუ მე მოგახსენეთ საერთაშორისო დამკვირვებლების და ინსტიტუტების მოსაზრება. მინდა გითხრათ რომ პირველი 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ გაჩერდა ყოველგვარი ინვესტიცია ქვეყანაში და ამ დროს ჩვენმა მეგობრებმა გვიშველეს და შემოვიდა 4 მილიარდ 700 მილიონი დოლარი, რამაც პრაქტიკულად საქართველოს აი იმ ტრაგედიიდან გამოიყვანა, რაც დაატყდებოდა თავს. ეს ერთი რაც შეეხება ეკონომიკას. ამ დროს საქართველოს მოუწია ძალიან რთულმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, როდესაც დაიწყო რუსეთი-უკრაინის ომი, სირიის კრიზისი გაღრმავდა, ჩვენ მეზობლად დაიძაბა სიტუაცია, საერთოდ გათავხედა ეს ისლამური სახელმწიფო. ამ პირობებში რყევებს ყველაზე მეტად გაუძლო საქართველომ და ყველა საერთაშორისო ექსპერტის, მათ შორის მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოს მთავრობამ იმუშავა და აჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი. ეს ერთი, ამიტომ ჩვენ შევთანხმდეთ ვისი აზრი უფრო კომპეტენტურია და გვაინტერესებს. მეორე, დემოკრატიას რაც შეეხება, ეხლა იმედს რუსთავიორს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ვინ შეხედავდა და ვინც იცის ვინ იყო იქ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და დირექტორი შეუძლიათ ნაციონალების სიაში გადაინაცვლონ. იმედის 40%-ის მფლობელად გამოცხადდა. ჯერ ესეთი არც ერთმა თანამშრომელმა არ იცოდა რუსთავიორის მეპატრონე ვინ არის. და ეს გამოკითხვა იყო, შალვა არამიშვილი მივიდა მიკროფონით და 50 თანამშრომელი და კაცმა ვერ თქვა ვინ არის მეპატრონე. რაც შეეხება იმედს 40%-ის მფლობელად გამოაცხადეს გიორგი არველაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მინისტრი და პრეზიდენტის აპარატის უფროსი იყო, არჩევნების წაგების მერე კაცმა ქონება დააბრუნა. შეგიძლიათ ამიხსნათ რა ფენომენი არის ეს ნაყიდი ქონების დაბრუნება, რატომ უნდა მოგინდეს არჩევნების შემდეგ? იმიტომ რომ წართმეული იყო მკვდარი კაცისთვის. რაც შეეხება პატარა ბავშვის სიკვდილს, ამის სპეკულირებას უნდა მორჩეს ორივე მხარე ჯერ ესეთი და მეორე, ერთი თვის განმავლობაში ბატონო პეტრე, ერთი თვის განმავლობაში ყველა მიწის ვისაც შერლოკ ჰოლმსი აქვს წაკითხული, თუ რომ ცხელკვალზე თუ დანაშაული არ გახსენე და 64 დღეში თუ არ მოიპოვენ მიტკიცებულებები, ხო? ერთი თვე 4 წლის თავზე გამოვიძიებთ, როცა ხო თქვენ რო გადახვალთ ოპოზიციაში. ერთი თვე პროკურორის ნაციონალური მოძრაობის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის და ადგილობრივი პოლიციის უფროსიც. ერთი თვე აბსურდული ზღაპრები. რაც შეეხება იყო კიდევ ერთი საკითხი. ახლა თქვენ აბსოლუტურად სხვადასხვა სურათს
წარუდგენთ მაყურებელს, მან თავად უნდა გადაწყვიტოს, თქვა ვის დაუჯერებს და ვის არა. წინა საარჩევნო გარემოზე მასწავლებლებთან დაკავშირებით, ბაღის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რაც თქვა ბატონმა პეტრემ, რომ წინა საარჩევნოთ მიდის დაშინება. პირიქით ნაციონალურმა მოძრაობამ სამწუხაროდ სკოლაშიც და ბაღშიც შეიყვანა პოლიტიკა. ბავშვები დადიოდნენ და ზუსტად კორეა რო ახსენა მიშა ზახილით და მათი საარჩევნო კლიპიც პიროვნების კულტის აღზევების გარდა არაფერს არ ემსახურებოდა, რომელიც იყო მიშა მაგარია. ყველა სკოლაში ამ ნიშნით ინიშნებოდა და ისინი დამატებით ფინანსებოდნენ სამწუხაროდ როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს პრაქტიკა არის მოხსნილი, ყველა ის ადამიანი, ვინც თუნდაც იყოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თუ კი პოლიტიკიდან არის თავისუფალი სასკოლო ან ბაღში, ან თუნდაც ნებისმიერ დაწესებულებაში თავის ადგილზე მუშაობს დღესაც. შეგიძლიათ შეემოწმოთ კულტურის სამინისტრო, მერია, პოლიცია და ასე შემდეგ. ანუ მასობრივი დათხოვნა თანამშრომლების არსად არ მომხდარა. გასაგებია. მოდით, რაც დრო დავრჩა ბატონ პეტრე, მოდით ვაკეზე ვისაუბროთ კონკრეტულად. ძალიან ბატონ ზაზას, მაგრამ თქვენ ესე იგი რაღაც მესეჯ ბოქსი რაც დაამზადეს ოცნების სათავო ოფისში იმეორებთ, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე თქვენ ყველაფერს ჯერათ, იმიტომ რომ ბაღებს რაც შეეხება, ზუსტად 7-8 თვის წინ ჩამოუარეს ყველა ბაღის გამგე დახსნეს თუ ლოიალური არ იყო. ხო, ნუ თუ თქვენი ესე ვთქვათ პარტიული აქტივი იყო, ისინი დატოვეთ. რაღაცა მიშას კლიპები ახსენდებათ, ესე წინა საარჩევნო კლიპი საერთოდ არ იყო და ეხა ის კაცი ვინც კლიპი გააკეთა, თქვენი ერთ-ერთი ვთქვათ მარიონეტული პარტიის წარმომადგენელია. 4 მილიარდი ახსენა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შემოვიდა. ესეც ლაპარაკობენ ის ბატონი გვარამია და ბატონის და ჩვენთან რა შეხება არის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია რა შეხება არის და როგორ ჩანს, აი ძალიან მარტი ორსვლიანი კომბინაცია არის. ცოტა რაღაცა პატარა ჯაჭვი უნდა გავავლოთ რა, შეიძლება ჭადრაკი არ ვიცი გითამაშიათ თუ არა, მაგრამ რაღაცა გადავთვალოთ. დაუშვათ თეორიულად ბურჭულაძე იყო მართლა დამოუკიდებელი. და ეს არ სიამოვნებდა ბატონ ივანიშვილს. ჩაუსვა მათ ნავში, ვინც ჩაუსვა, იმიტომ რომ ვინ ჩვენი წევრები ხა გირჩი და ხო ჩვენგან გამოყოფილები, ჩვენ ვინც გვიღალატა ის წევრები, ხო, ფულზე ვინც გაიყიდა და გადმოვიდნენ თქვენ მხარეს. ჩაუსვა იქ, რომ გაეკონტროლებინა ესენი და ურეკავს თუ უნდა გავარჩიოთ ხა მაინდა-მაინც ეს სატელეფონო საუბარი, რომელიც თავისთავად უკანონოა, ურეკავს ეს ადამიანი და ეკითხება რომ მე თქვენ სხვანაირად წარმომედგინეთ და ეს თქვენი ახალი ბლოკის წევრები ესე რო ლაპარაკობენ, სიმართლეა ადასტურებ თუ არა? რამე ლოგიკას ცდება ეხა ეს? კარგით, მოდით, რაც დრო დაგვჭა, არ გვინდა ამ სატელეფონო საუბარზე საუბარი, ჩვენს თემას მიუბრუნდეთ. მოდით, ვაკეზე ვისაუბროთ კონკრეტულად, როდესაც თქვენ ხვდებით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც ზოგადად მოსახლეობას ხვდებით. აბნევს ხალხს, იმიტომ რომ სინამდვილეში ვაჟას კვარტლები ნუცუბის ფერდობია. ასე ქვია ვაკეს ოლქი, კი ბატონო. ადრე ვაკე იყო, მე გაიყო, ანუ ქვედა ვაკეში ელენე ხოშტარია ჩვენგან და ეს არის ბაგების ერთი უბანი და ვაჟას კვარტლები ნუცუბის ფერდობი ჩვენი ოლქი. კი ბატონო, აი ამ ოლქზე ვისაუბროთ სწორედ, როდესაც მოსახლეობასთან უშუალო შეხება გაქვთ. რა არის თქვენი ძირითადი სათქმელი მათთვის? ის რაც ვერ გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თუ ძირითადი საზრუნავი არის დაარწმუნოთ მოსახლეობა იმაში, რომ თქვენ თუ მოbrunდებით ის არ განმეორდება, რაც ხდებოდა, რაც არ მოსწონდა მოსახლეობას. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ ანუ შევეცდებით ძალიან მოკლედ გადმოგცეთ ჩვენი გეგმა, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა პლატფორმა, ერთი რაც შეეხება უბანს, მეორე ნაციონალურ დონეზე რაც უნდა გავაკეთოთ, ეს ასევე რა თქმა უნდა ჩვენ უბანსაც შეეხება, იმიტომ რომ პენსიების მომატება, სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების შემოტანა, ინფრასტრუქტურული განვითარება, ეს მთლიანად ქვეყნისთვის კეთდება ეს რეფორმები და ჩვენი ოლქის მაცხოვრებლებსაც რა თქმა უნდა თბილისის მაცხოვრებლები არიან პირველ რიგში მათაც წაადგებათ. რაც შეეხება თვითონ აი ინფრასტრუქტურა ვახსენე, თბილისში ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა, დაპაუზდა, თუ როგორ გძნებავთ ისე დაარქვით. საცობების საწინააღმდეგო პროექტი იყო და ასევე თბილისის ეკონომიკური განვითარების შემოვლითი რკინიგზა, რომელიც გააჩერეს და კი არ დააპაუზეს, რეალურად ჩამოშალეს, ჩამოანგრიეს, იმიტომ რომ იმ გვირაბებს თუ მეინტენენსი არ გაუკეთდა და ხიდებს ხო ცვდება, ფუჭდება და იქ მუდმივად ინვესტიცია ჭირდებოდა და ეს 4 წლის განმავლობაში საერთოდ რა დღეშია ახლა ის პროექტი, რომელიც 2013 წელს თითქმის დამთავრებული გადავეცით, კაცმა არის ვეფხვი და მოყმესთან ხიდი, რომელიც უნდა გადასულიყო, კიდე ერთი ხიდი უნდა აშენებულიყო მტკვარზე, ხო? ასევე მიეხმარებოდა ნუცუბიძის ზედა პლატოებს, რომ ქალაქის ცენტრს დაკავშირებოდნენ აი ამ
ქვედაუბნების საცობების გავლის გარეშე პირდაპირ ზემოდან დაეშვებოდნენ. ჩვენ მქონდა მაგალითად ტრამვაის პროექტი, რომელიც ასევე გააჩერეს, EBRD გვეხმარებოდა ამაში და EBRD-ს ახლა ფულს ართმევენ, იმიტომ რომ ისევ ხრჩოლავი ავტობუსები შემოიყვანონ, ბანერებიც კი გამოკიდეს, რომ მალე თბილისში იქნება. ახლა ჩვენ დროს თუ ყვითელი იყო, ახლა თავის პარტიული ფერის უკვე ლურჯი ავტობუსები შემოყავთ, რომ ისევ გაბოლოს ეს ქალაქი და სასუნთქი ჰაერი აღარ იყოს. უკვე ვისაუბრეთ კორპუსებზე, რომლებიც უკვე აი გაუგებარი ენით აუწერელი ტემპით იდგმება ყველგან, არც ერთი სკვერი არ არის დაცული, ეს კიბეები შემთხვევით არ ვახსენე, ანუ კიბეები იყო, იქ ლამაზი ხედი იყო, რაღაც ქალაქ გეგმარების პროექტის ნაწილი იყო, ჩაარჭეს კორპუსი ალბათ 1.30. ანუ ამ ეგრეთ წოდებულ ზედამ კიბეებზე. საარჩევნო ენაზე რო თქვა, ეგრეთ წოდებულ ნეგატივზე გაქვთ აგებული კამპანია, რა ვერ გააკეთა ქართულმა ოცნებამ? თუ იმაზე რას გააკეთებთ თქვენ? რა ვერ გააკეთა, ეს ერთია, მაგრამ რაც უნდა გაკეთებულიყო და ჩვენ ახლა გვიწევს 4 წლით უკან გადახვევა და ის პროექტები, რაც 2013 წელს უკვე უნდა განხორციელებულიყო, ანუ 12 წლიდან უნდა გაგრძელებულიყო, 13-14 წლებში უნდა დასრულებულიყო, 2016-დან მოგვიწევს ამის კეთებაც მათ შორის და რა თქმა უნდა ბევრი ახალი იდეაც გვაქვს თბილისთან ჩვენ უბანთან დაკავშირებით მაგალითად მინდა რომ აუცილებლად გავაკეთო ხიდი რომელიც დააკავშირებს მაღლივ კორპუსს ბაგების უბანთან წყნეთის გზატკეცილთან იქ ბუნებრივად ეს ხიდს მოითხოვს ის ადგილი ხევი არის იცით საფეხმავლო ხიდი არსებობს მაგრამ მანქანის გადასასვლელი უნდა აშენდეს ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი იგივე ეს ტრამვაი ჩვენ უბანზე გამოივლის მათ შორის იმიტომ რომ მაღლივიდან მოდის ვაკის გავლით და ჩადის ქალაქის ცენტრამდე რაც საცობებსაც გაგდაქვსა მე რა შეკითხვა მინდა დაგისვა. ნახეთ, აი თქვენ ამბობთ რა ვერ გააკეთა ოცნებამ, ასევე ამბობთ რის გაკეთებას აპირებთ თქვენ, მაგრამ როგორ აპირებთ გადატეხოთ ეს განწყობა, როდესაც შეიძლება ადამიანმა გითხრათ, რომ აი კარგი იდეები გაქვთ, კი ბატონო, მაგრამ მე ვერ მოგცემთ თქვენ ხმას, იმიტომ რომ მე მახსოვს რა ხისტი მეთოდებით მართავდა ნაციონალური მოძრაობა. ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა თქვენი მხრიდანაც და თუ ამომრჩეველი გვეთქვის ესეთ რაღაცას, მე შემხვედრია ესეთი ამომრჩეველი, მათ ვესაუბრები რომ ჩვენ ის შეცდომები რაც იყო და ანუ ის გაკვეთილი ვისწავლეთ, ჩვენ პრაქტიკულად დაგვსაჯა ამომრჩეველმა, აი იგივე მათ შორის იმ ხისტი მეთოდებისთვის, მათ შორის რომელიც იყო წავაგეთ არჩევნები, გადავედით ოპოზიციაში, ანუ ჩვენ ეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ რა კეთდებოდა არასწორად ძალიან დიდი პროგრესის პარალელურად და ამას არც ერთ შემთხვევაში არ გავიმეორებთ მათ შორის ჩვენ გეგმაში არის ჩადებული ის რომ ფინანსური პოლიცია საერთოდ გაუქმდება იმიტომ 2004 წლებში თუ სჭირდებოდა ფინანსური პოლიცია ქვეყანას შეიძლება უკვე 11-12 წლებისთვის შეიძლებოდა შერბილება ამ მიმართულების და საერთოდ გაგვეუქმებინა, მაგრამ ამ ხელისუფლებამაც არ გააუქმა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია, ისევ ჩვენი გასაუქმებელია, როგორც სუსი, რომელიც არის პოლიტიკური პოლიცია დღეს, ასევე ფინანსური პოლიცია. ანუ ეს მიმართულებები უნდა შერბილდეს, უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ეკონომიკური დანაშაულისთვის ციხეში და მით უმეტეს წინასწარ პატიმრობაში ადამიანი არ უნდა მიდიოდეს. ეს არის ჩვენი დეკლარირებული გეგმა, რასაც ვამბობთ, ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ საჯაროდ ვდებთ ამ პირობას. ეხლა გასაგებია რომ ჩვენ ეს კაცი მყისიერად გვპირდებოდა რაღაცების გაკეთებას, მე 4 წელზე გაწერა, იმ 4 წელშიც გადაგვაგდო ივანიშვილზე ვსაუბრობ და ეხლა 2030 წლისთვის გვპირდება, ანუ უკვე საარჩევნო ციკლებს კი არ არგებს. ქვეყანაში განვითარების პერსპექტივებს და დაპირებებს საკუთარ ცხოვრების ციკლს ანუ 80 წელს რომ მიაღწევს 2030 მე რაღაც დაგემშვიდობებით და წავალ პენსიაზე თქვენი და ამომრჩევლის საუბარი აი ბატონ პეტრესთან გავარკვიეთ თქვათ რა გზავნილები აქვს მას მაგრამ თქვენ ესაუბრებით მხოლოდ იმაზე რა გააკეთეთ და რის გაკეთებას აპირებთ თუ ასევე გიწევთ საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზეც როდესაც თქვენ პარტიას ადანაშაულებენ იმაში, რომ აი ნაციონალური მოძრაობისგან ქნის მტრის ხაც, აი ჩვენ თუ არ ვიქნებით, მობრუნდებიან ისინი და დაიწყებენ ქვეყნის მართვას ისევ იმავე მეთოდებით. აი ეს დისკურსი გაქვთ თუ მხოლოდ იმაზე საუბრობთ რა გააკეთეთ ამის გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ თვითონ იხსენებს ამომრჩეველი ამას ხშირ შემთხვევაში. მე მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ ყველაფერი გადაიყვანონ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და იმ ძალადობას, რომელიც სიტყვა სხვათა შორის ერთადერთი ქალბატონი აღმოჩნდა სანდრა რულოვსი, რომელმაც ახსენა, არასოდეს არ ხმარობენ და ამბობენ, რომ ეს იყო შეცდომები. ძალიან მაგარი შეცდომები არის. კაცის მოკლა, მიტინგებიდან ხალხი
არხის გატაცება კაცები და ხალხი თქვენმა ხელისუფლებამ დახოცა. აბა ეროსი კიწმარიშვილი ვინ მოკლა? როგორ არ არის ეროსი კიწმარიშვილი მოკლული? სტურუას ამბავი ვინ მოკლა? ერთი წუთით ეს არის ერთი ერთი წუთი დამაცადეთ თუ შეიძლება ეს მეთოდი ვიცი გაჩვენების დამაცადეთ მომცადრო და დამაცადეთ ერთი წუთით მინისტრი მერაბიშვილი ორი კაცის მკვლელობას უკვეთავს და ნუ მაჩვენებთ მაინც მივიტან ამას სმენელამდე მაინც მივიტან სმენელამდე მინისტრი მერაბიშვილი ზის კაცში და ორი კაცის მკვლელობას უკვეთავს და ამისათვის პირდება დიდ გასამრჯელოს ეს არის თქვენი შეთხზულის ზღაპარი რატო ზის სხვა რაღაცაზე რატო ჩასვით პოლიტიკური ნიშნით და არა მკვლელობისთვის მაშინ პოლიტიკური კარგი მოდი დროებით მე ვიდა გითხრათ რომ ქართულმა ოცნებამ განაახლა 70% თავისი ჯგუფი მიტინგის დაშლისთვის რაც შეეხება მათ დასჯის მაგივრად იგივე მერაბიშვილი და იგივე ახალაევი დააწინაურა სააკაშვილმა. აი ეს არის ჩვენში პრინციპული სხვაობა. დისკურსში ეს მნიშვნელოვან ადგილს იჭერს, როდესაც არა, უბრალოდ მე არ მინდა რომ ეს საუბარი მარტო ინფრასტრუქტურაზე წავიდეს, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი ერთმანეთს გავს. იმიტომ რომ აი თითქოს გადაწერილიაო საიდანღაც ეგეთი შტაბ-ეტილება მრჩება და ძალიან კარგი, იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ ვინც მოხდება პარლამენტში ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუჭერს მხარს. მინდა გითხრათ რომ 850 კილომეტრი საუკეთესო ავტობანის დაგებას ვაპირებთ. ხრჩოლავის, სწორეთის ბოგდანია და მანის ტიპის ავტობუსები შემოდის, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი. 40 საპირფარეშო მოეწყობა თბილისში, რომელიც ჩვენ ტურისტებს ძალიან შეუმსუბუქებს, ასე ვთქვათ, პრობლემებს, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის შეიძლება ისეთი თემა არის, მაგრამ გარდა ამისა, გაგრძელდება პროგრამები და საპირფარეშოების დონეზე ჩამოვედით, მაშინ როდესაც ამდენ ტურისტს უკაკუნებენ ახლა რესტორნებს. ძალიან ბევრი პროექტი, ის ხიდი აუცილებლად არის პროექტში. მინდა გითხრათ, ამის გარდა უამრავი გზა დაიგება თბილისში. დღეს უკვე ორჯერ მეტ გზას ვაგებთ, ვიდრე ეს ხდებოდა ადრე. ამიტომ ვთხოვ ამ მრჩეველს რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, გაიხედოს იქითკენ, გვაბრალებდნენ იმას, რომ რაღაცა რუსეთის ჯარები უნდა შემოსულიყო და ნახეთ როგორი შედეგები დავდეთ, როგორ ახლოს ვართ ევროპასთან, გაიხსნა ჩინეთის ბაზარი, 4 მილიონზე არის გასული ღვინო ჩინეთში, 44 კანდიდატმა დეპუტატმა დაგვიჭირა მხარი ვიზა ლიბერალიზაციაზე და სულ მალე მივიღებთ ამას, ვაჭრობა და 500 მილიონიანი ბაზარი გაგვეხსნა ევროპაში და ქართული ღვინოები უკვე თავის ადგილს იპოვებს, ამიტომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ნათელი მომავლის წინაპირობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ქართველი ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენ ამ მრჩეველს ვაკეში ნამდვილად აინტერესებს და აღელვებს, ამიტომ მინდა უთხრათ თუ ოცნება გაიმარჯვებს ვერ მივიღებთ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გამარჯვებისთანავე ესენი შევარდებიან, რუსთავიორს დაკეტავენ და მედიის ჩახშობის გამო ჩვენ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან აღარავინ არ მოგწევს. აი ეს იქნება რეალობა. მათი გამარჯვების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ჩვენ არ გვექნება. მადლობთ გადაცემაში.